სალამი ხალხო, დღეს თქვენ კიბერნეტიკულ სივრცეს იკავებს არხი მეთოდი და დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვისაუბრებთ კინოზე. როგორ ხართ აბა, როგორ ჩაიარა კვირამ? რა გააკეთეთ ამ კვირაში? ან რა გააკეთეთ დღესდილას? იცით მე რა გავაკეთე დღესდილას? მე თქვენ გეტყვით რა გავაკეთე დღესდილას. თქვენი საქმე არ არის მე რა გავაკეთე დღესდილას, მაგრამ გუშინ საღამოს მე შემიძლია გითხრათ რას ვაკეთებდი. გუშინ საღამოს მე ვუყურებდი ერთ-ერთი რეჟისორის ერთ-ერთ ფილმს, რომელიც ნანახი არ მქონდა, უბრალოდ ორ ფილმს, რომელიც ნანახი არ მქონდა, რათა დღეისთვის მომემზადებინა და მისი ფილმების ტოპი და გამეზიარებინა თქვენთვის. ეს რეჟისორი არის მარტინ სკორსეზე. ადამიანი, რომელიც გაიზარდა მიგრანტების ოჯახში, იტალიიდან გადმოსული მიგრანტების ოჯახში, გაიზარდა ნიუ-იორკის უბანში, ამ უბანს ერქვა მცირე იტალია, ბავშვობიდან ჭირდა ასთმა. უბრალოდ ბავშვობაში ჭირდა ასთმა, მე მეგონი მოირჩინა და ამიტომ სპორტული აქტივობებით და მეგობრებთან გავიდეთ და აგდებული ამერიკანკან, რამე სტოპიატი ან რაღაცა ეგეთი ვითამაშოთ, ეგეთი პონტები არ ქონდა. ერთადერთი პონტი მისთვის იყო კინოთეატრში წასვლა და იქ ფილმების ყურება, შეუყვარდა ფილმები, მე ესე იგი დაიწყო ამ ფილმების გადაღება, რაღაცეები გამოვიდა და გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რეჟისორი ამერიკული კინოს ისტორიაში და ზოგადად კინოს ისტორიაშიც. და ის იმით განსხვავდება რეალურად ბევრი რეჟისორისგან, რომ იყო ძალიან პროდუქტიული რა, რაც პრინციპში ახასიათებდა ახალი ჰოლივუდის რეჟისორებს რა, იგივე კოპოლა, სპილბერგი, ბრაიან დე პალმა, ძალიან ბევრი ფილმები აქვს მაგათ გადაღებული რა, ანუ ფილმოგრაფიას რო გადახედოთ, საკმაოდ დიდი CV აქვს რა და აი სკორსეზეს ახლა ნამუშევარი აქვს ესე იგი 60-იანებში, 70-იანებში, 80-იანებში, 90-იანებში, 2000-იანებში, 2010-იანებში და 2020-იან წლებში, ანუ ახლა. გადაიღო ესე იგი 2020-იანებში ახლა გადაიღო ერთი ფილმი და ახლა იღებს მეორეს ბიბლიურ სიუჟეტზე, როგორც ამბობენ, ხო და ტოპი არ მინდოდა გამეკეთებინა უბრალოდ ტოპ 10 ან რაღაც ეგეთი რა, მოსაწყენი იქნებოდა. ამიტომ მუღამი მქონდა რომ აი ყოველი 10 წლეულიდან მისი საუკეთესო ფილმი, ჩემი აზრით რა არის მისი საუკეთესო ფილმი გამომევლინებინა. და ამას გავაკეთებ ახლა და დავიწყებ. მოკლედ, 60-იანებში იყო მისი დებიუტი. გადავხედავ ბარემ რო არ შემეშალოს. არის რა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც პროსტა კაცი წვერს იპარსავს და მე ისახიჩრებს თავს და ეს მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, მაგრამ სრულმეტრაჟიანებზე გავამახვილებ ყურადღებას სრულმეტრაჟიანებზე, რომელზეც მას უმუშავია პირველ რიგში როგორც რეჟისორს, იმიტომ რომ სკორსეზე მაინც რეჟისორია და არა სცენარისტი, ანუ ძალიან იშვიათად, ძალიან ცოტა ფილმია, სადაც თვითონ აქვს დაწერილი ამ ფილმის სცენარი, არ არის ეგ რეჟისორი. ეს არის რეჟისორი, რომელიც მზა სცენარზე მუშაობს რა, რაც მას არანაირად არ აკნინებს, რა სულელია, მაგრამ ნუ ხო არსებობს ტიპაჟები განსხვავებული სკორსეზე, ეს ტიპაჟია რა. პირველი მისი სრულმეტრაჟიანი არის ფილმი Who's That Knocking at My Door. 60-იანებში მარტო ეს ფილმი აქვს. ანუ კარგი ფილმია და მაგიტომ მინდა რომ უბრალოდ მოგიყვეთ ამ ფილმის შესახებ რა. მოკლედ ეს არის ფილმი ერთ ბიჭზე, რომელიც გაზრდილია კათოლიკურ ოჯახში, ზუსტად ისე როგორც სკორსეზე და აქვს კონკრეტული ისეთი ტრადიციული შეხედულებები ქორწინებაზე. მას ესე იგი მეგობრებთან ერთად ბარშია, გაიცნობს ერთ გოგოს, რომელთანაც კინოზე დაიწყებს საუბარს, კერძოდ ჯონ ფორდის ფილმზე The Searchers 50-იანების ფილმი, შედევრი, ძალიან მაგარი. ჯონ ვეინი თავარ როლში ამ ფილმზე იწყებენ საუბარს, ესე იგი ძალიან ეს არის ამერიკული დამოუკიდებელი ფილმია რა და ძალიან ევროპული ესთეტიკა აქვს რა, მიდგომა ევროპული აქვს და ანუ სულ ბაზრობენ დიდად არაფერი არ ხდება, სიუჟეტის ამბავში ბაზარია, შავთეთრი ფილმია და ძალიან მაგარია რა და სიუჟეტის თავარი მუღამი ისაა, რომ ამ ბიჭს უნდა რომ ეს გოგო შეუყვარდება, ცოლად უნდა რომ მოიყვანოს, მაგრამ მე გაიგებს რომ ეს გოგო გონია რომ ქალიშვილია და აღმოჩნდება რომ არ არის ქალიშვილი რა და ეს გაუტყდება მე. ხო და ეს რომ გაიგებს რომ ეს ქალიშვილი არ არის, აღარ მოუნდება ცოლად მოყვანა და ფილმი მე აღარ დაგისპოილერებთ, მაგრამ ამ თემას იკვლევს რა, აი კათოლიკეობის, ამ კათოლიკური შეხედულებების სექსუალობაზე და ქორწინებაზე და სუფთა სიყვარულზე და ამ თემებზე და ამ ბიჭის ცხოვრებას რა, ამ ბიჭის და ამ გოგოს ურთიერთობას. და ამ ხრივ ძალიან საინტერესოა მართლა რა და აი როგორც სადებიუტო ფილმი მართლა მაგარია. მე ვფიქრობ რომ აი როგორც სადებიუტო ფილმი ძალიან გასაგები თემატიკა
და რაც თავარია კონტროვერსიული საკითხი რა და ეს არ არის ფილმი რომელიც იგივე მაგალითად დენის ჰოპერის Easy Rider-ი რა ან 60-იანებში გადაღებული სხვა ასეთი სტილის ფილმები სადაც ძალიან უხეშად არის გადმოცემული ეს რთული საკითხები აქ ცოტა ტონკად არის რა ასე ვთქვათ მაგრამ ბოლოში არის სცენა რომელიც საკმაოდ პროვოკაციულია რა და მოკლედ ამ ფილმზე მინდოდა ცოტა მესაუბრა ჰარვი კეიტელი თამაშობს ამ ფილმში მათი პირველი თანამშრომლობა მე კიდევ ვითანამშრომლებენ რა და ჰარვი კეიტელი ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი ტიპია ამერიკული კინოსთვის ძალიან საინტერესო მსახიობია ბოლოს ტარანტინომ პირველი ფილმი რო გადაიღო ნაწილობრივ ჰარვი კეიტელის დამსახურებაა რა ეგ და მოკლედ Who's That Knocking on My Door კარგი მუსიკა კარგი საუბრები კარგი ინტელექტუალური გააზრებები, სიყვარულზე, ტრადიციებზე და რაც თავარია მოზარდობაზე და ცხოვრებაზე როგორც ასეთზე რა. მოკლედ, შვენიერი ფილმი. წავედით წინ. 70-იანი წლები ესე იგი. ძალიან პროდუქტიული იყო სკორსეზე ამ 10 წლეულში და პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილმი მაშინ გადაიღო რა. ესე იგი, 70-იანებში. სკორსეზემ გადაიღო Boxcar Bertha Mean Streets უხეში ქუჩები რა ის თუ ეჭველი ეგ ფილმი. ალისა აქ აღარ ცხოვრობს, ტაქსის მძღოლი და ნიუ-იორკი. ამ ხუთეულიდან ძალიან ბანალური ვიქნები ახლა და ვიტყვი რომ ტაქსის მძღოლი არის საუკეთესო ფილმი. არა მხოლოდ სკორსეზეს, არამედ 70-იანებში რაც გადაღებულა მე ვიტყოდი 70-იანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელია ჰოლივუდისთვის, რა თქმა უნდა ახლა. რაზეა საუბარი? და ყველაზე დიდი ფილმები მაშინაა გადაღებული ნამდვილად რა ახლა ნათლი მამა მაშინ არის გადაღებული საუბარი მაშინაა იგივე კოპოლასი და ნუ აი ეს ტაქსის მძღოლი რა და რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია დენიროს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი და 70-იანებიდან ამ ფილმს გამოვარჩევდი მე ყველა ფილმზე დანარჩენ საუბარს არ დავიწყებ Mean Streets კიდე ცნობილია ამიტომ მაგას ვთქვათ გამოვტოვებ მაგრამ აი გირჩევთ უყუროთ ფილმს Boxcar Bertha აი ეგ უეჭველი ნახეთ იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ რომ აი თუ მოგწონთ სკორსეზეს ვაიბი ცოტა კრიმინალური ცოტა ასე ვთქვათ ფრივოლური ცოტა თავისუფალი სტილი და ეგეთი ატმოსფერო რა დაშავების და კრიმინალური ცხოვრების Boxcar Bertha ცოტა სხვა კუთხიდან უყურებს ამ საკითხს და ძალიან საინტერესოა ამ ხრივ რა აქაც არის კრიმინალი აქაც არის არასწორი ცხოვრების დემონსტრირება მაგრამ ცოტა სხვა კუთხით არა ისეთი როგორიც არის იგივე ბოროტ ქუჩა ქართულად როგორ ანათარგმნ Mean Streets ნამდვილად არ ვიცი რა არ მახსოვს საკერად არც ვიცი ბოროტი ქუჩები უხეში ქუჩები სასტიკი ქუჩები არ ვიცი მოკლედ ხვდებით ხო რომელ ფილმზეა საუბარი Boxcar Bertha-ს გამოვარჩევდი საყურებლად და საუკეთესო ფილმი რა თქმა უნდა ამ პერიოდში არის ტაქსის მძღოლი. დენიროს შვენიერი ნამუშევარი და ეს ფილმი რეალურად დოსტოევსკი, კაფკა, კირკეგორი ამ ეგზისტენციალური ლიტერატურის ტრანსფორმაცია არის კინოში რა და ტრევის ბიკელი ეგ პერსონაჟი ვინც არის ეს ფილმის სიუჟეტი არის ესე იგი მთავარი გმირი ვიეტნამში ნაომარი კაცია რომელიც ცდილობს ცხოვრებას ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს ყველა იმ ტრაუმის მერე რაც შეიძინა ვიეტნამის ომში რაც თავარია ჭირს უძილობა ვერ იძინებს და სადიმუშაოს ახლა კაცმა რომელსაც ძილი არ შეუძლია და მარტოსულია რა თქმა უნდა ტაქსისტად დაიწყებს ტაქსისტობას ხამით და რა თქმა უნდა ხამით მანდ კარგი ცხოვრება ქუჩებში არ არის და ამიტომ უწევს არც თუ ისე მაღალი ფენის წარმომადგენლებზე მომსახურება დღიურ საწარმოებს ამ ყველაფერზე და რაღაც მომენტში რაც თავარია ის ძალიან წააგებს მის ცხოვრებაში რა აი მიხვდება რომ ძალიან უიღბლო მარტოსული ადამიანია და მოუნდება რომ გახდეს გმირი და მაშინ იწყება რეალურად მისი ისტორია ეს არის ფილმის შუაში არ დაგისპოილერებ საერთოდ ახლა ნუ გონიათ რომ მე რაღაც სუბთა სიუჟეტურ ამბავს მოვიყვან არა ვისაც არ გაქვთ ნახე მე არც ერთ სცენას ახლა რაც მოგიყევით ეს საერთოდ არ არის რა არაფერი უბრალოდ სინოფსისიც არ არის მომენტი და ანუ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი და კარგი და შთამბეჭდავი სცენებია რომელიც პრინციპში შეგიძლია ისე მოყვე რომ კონკრეტულად არაფერი არ თქვა რა და რაღაც მომენტში ესე იგი მოუნდება გმირობა ადამიანს რომელსაც არაფერი არ აქვს ზურგს უკან ადამიანი რომელიც დამარცხებულია ადამიანი რომელიც მარტოსულია ადამიანი რომელიც ყველას აი კრიპი რასაც ქვია რა აი კრიპი გაქანებული კრიპი არის ტრევის ბიკელი რა და რაღაც მომენტში ჩათვლის საჭიროდ რომ დღეიდან უნდა იყოს გმირი, უნდა გააკეთოს სიკეთე. და ამას ცუდი რაღაცები მოყვება. და რაც მოყვება, იმას ნახავთ. მოკლედ, 70-იანი წლები. ტაქსის მძღოლი. ერთ-ერთი
ზოგადად სკორსეზეს ფილმოგრაფიაში ყველაზე გამორჩეული და ცენტრალური ფილმი მე ვიტყოდი. 80-იანი წლები, როცა სკორსეზე ექსპერიმენტებს აკეთებს და მართლაც ახლა პროსტა რო ჩამოგითვალოთ 80-იანი წლების ფილმები, ეგრევე მიხვდებით რას გულისხმობ. ესე იგი, ცოფიანი ხარი, კომედიის მეფე, After Hours, ეს პროსტ ქართულად არ ვიცი როგორ ანათარგმნია, საათების შემდეგ რაღაც ეგრე. ეს მესამე. ფულის ფერი, The Color of Money. ეს მეოთხე. და იესო ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება. 5 ფილმი, რომელიც საერთოდ არ გავს ერთმანეთს, არანაირად, აი საერთოდ სხვა პალიტრიდანაა რა ფილმები. ცოფიანი ძაღლი არის სპორტული ფილმი, გენიალური მონტაჟით, ყველაზე უნიკალური მიდგომა, რაც მინახავს საერთოდ სპორტული კარიერის მიმართ არის ამ ფილმში ლამოტას პერსონაჟი არის ჯეკ ლამოტა, თუ სწორად მახსოვს, ეს არის მისი ისტორია. აი ეს არის ესე იგი ბოქსიორი, რომელიც აღწევს წარმატებას და წარმატებასთან ერთად მისი პირადი ცხოვრება ირევა და ფილმი იწყება, ფილმის პირველი სცენა არის ამ ადამიანის ცხოვრების ბოლო პერიოდი და მერე იწყება უკვე ქრონოლოგიურად რა, სწორად. მართლაც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონტაჟია ამ ფილმში, ჩხუბის სცენების, რა თქმა უნდა, არანაირი CGI და სპეციფექტები აქ არ არის და ეს არანაირად არ აკნინებს. პირიქით ზოგადად ეგ უფრო მაგარია, როცა არაფერი არ გაქვს და ამ არაფერიდან რაღაცა სასწაულს რო გააკეთებ, ეგ ბევრად შთამბეჭდავი რამეა ვიდრე ის, რომ ყველაფერი როცა გაქვს და ისედაც კარგს აკეთებ, ეგ გასაგებია, მაგრამ ცოფიან ძაღლში რასაც აკეთებს ჩხუბის სცენების მონტაჟის მხრივ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება, რაც მე მქონია რა, სპორტული ფილმიდან მიღებული და ზოგადად ფილმებიდან მიღებული რა. და აღსანიშნავია ის, რომ ცოფიანი ძაღლით და ტაქსის ზღოლი დაწერა, ტაქსის ზღოლის ორივე სცენარი დაწერა პოლ შედერმა. პოლ შედერი ხასიათით და ისტორიით, მის ცხოვრებისეული ისტორიით ძალიან გავს სკორსეზეს, იგის კათოლიკურ ოჯახშია გაზრდილი რა და ამ ხრივ ძალიან ემთხვევა მათი გემოვნებები რა და მაგიტომ მათი თანამშრომლობა ასეთ შედევრებით თავდება ხოლმე რა. ორივე არის გაქანებული ეგზისტენციალისტი და ზოგადად სკორსეზეს არ ახასიათებს ირონია. უბრალოდ ირონია ახასიათებს, მაგრამ აი შეიძლება პერსონაჟმა იხუმროს რა, ან რაღაცა აბრეზულად თქვას, ან რაღაცა ირონიული გამონათქვამი გაჩითოს რა, მაგრამ ფილმი მაინც კამერა მაინც სერიოზულად უყურებს მას და ფილმის სამყარო მაინც ისა ცივია რა, ზოგადად სკორსეზესთან. და ახლა ეგ იმიტომ ვთქვი, რომ 80-იანებიდან გამოვარჩევდი ცოფიან ძაღლს რაღა იყო და ცოფიან ხარს, მაგრამ ის ფილმი, მაგალითად ფილმი კომედიის მეფე ან ფილმი After Hours, რომელიც ორივე კომიკური ელემენტებით ერთი პირველი საერთოდ კომედიაა იდეაში და მეორე ცოტა მისტიკა კომედიაა რა. ორივე არის ძალიან საინტერესო ფილმი მართლა. პირველი არის, აი წარმოგიდგენთ ჯოკერი, ხოაკინ ფენიქსის ჯოკერი, ოღონდ დენირო თამაშობს აქ მთავარ როლს და მაგიტოა ზუსტად ჯოკერის 2019 წლის ფილმში იქ დენიროა წამყვანი ჰოსტი. იმიტომ რომ ამ ფილმზეა რეალურად ამ ფილმის რემეიქია რა, ჯოკერი. და ესე იგი, ეს არის ფილმი იუმორისტ კაცზე, რომელსაც უნდა რომ მიაღწიოს დიდებას სატელევიზიო შოუებში თამაშს და ამისთვის, ესე იგი, სახლში უბრალოდ ზის თავისთვის და ცდილობს ჩაწეროს საინტერესო სტენდაპი. და ამაში ყველაზე მეტად ხელს უშლის ის, რომ ის სარდაფში წერს და როცა დედამისის სახლშია და რაღაცებს თავისთვის ლაპარაკობს, ამას ნერვები ეშლება, იმიტომ რომ ჩაწერაში ამაში ხელს უშლის რა. და ეგ არის მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი struggle. აპატიეთ ანგლიციზმისთვის, მაგრამ ნიჩიო, არა უშავს. ხო და ეგაა ფილმი რა და ძალიან საინტერესო ფილმია. უბრალოდ რომ მიხვდეთ, ეს ფილმი იდეაში კომედია, მაგრამ არ უყურებ როგორც კომედია, საერთოდ არ გეცინება ამ ფილმში საერთოდ რა. იმიტომ რომ არ ახასიათებს სკორსეზეს ეგ. დაჟე გვიანდელ ფილმებში მოგვიანებით, მაგ ფილმებადაც მივალ, მაგრამ აი აქ მე-20 საუკუნის სკორსეზე არის უკიდურესად ეგზისტენციალისტი და დეპრესიული რა. აი მე ეგრე ვხედავ. მისი პერსონაჟები ხუმრობენ, ბაზარი არა, მაგრამ მისი კამერა, მისი ხედვა უკიდურესად სერიოზულია სულ რა. ირონია, თუ მეტეს პოსტ-ირონია რა, რაღაცა ტარანტინოს სტილში, ამასთან შანსი არ შეხვდება რა. იმიტომ რომ ტარანტინოს პერსონაჟი ხუმრობს, კინოც ხუმრობს მასთან ერთად. სცენა ხუმრობს მასთან ერთად. და სკორსეზეს პერსონაჟი როცა ხუმრობს, ან როცა ირონიულად რაღაცას ხაზს გაუსვამს, სცენა, კამერა, ატმოსფერო არ არის მასთან ერთად საერთოდ. ვაფშე,
ამოვარდნილია ტემპიდან რა. აი გაქვს სკორსეზეს და ამითაა გამორჩეული რეალურად რა. ამერიკულ კინოში მე ვიტყოდი რომ სკორსეზე ერთ-ერთი მთავარი ეგზისტენციალისტია რა. ახლა просто სხვები მანდამაინც არ მახსენდება, ეხლა მომივიდა თავში ეგ რომ მე ვთქვა, მაგრამ აი რო თქვა ეგზისტენციალისტი კინოში ვინ არის, მე ვიტყოდი პირველ რიგში სკორსეზეს და მაგიტომ მისი პერსონაჟი ტრევის ბიკელი ტაქსის ზღოლიდან ეგეთი პოპულარული რა. მოკლედ 80-იანი წლები. და გუშინ ვუყურე ამ ფილმს The Color of Money. პოლ ნიუმანი და ტომ კრუზი თამაშობს ბილიარდზეა ფილმი, საკმაოდ მოსაწყენი და ცუდი ტემპის ფილმი, იმიტომ რომ სპორტული ფილმია. ბაზარი არა ბილიარდზეა, რომ და ბილიარდი ცოტა სხვა ტემპს მოითხოვს რა, ცოტა სინელეს მოითხოვს, ბაზარი არა, მაგრამ აქ იმდენად დორე ხასიათი აქვს ფილმს და იმდენად არ უხდება ამ თავარი გმირების ნიუმანის ყოფილი ბილიარდისტი, რომელიც ახლად ძალიან პროფესიონალი და მაგარია, მაგრამ გაიჩნდება ახალგაზრდა ტიპი, რომელიც არ არის იმდენად პროფესიონალი და იმდენად მცოდნე, მაგრამ ნიჭიერი და იღბლიანია ტომ კრუზი. და ეს ამას აიყვანს შეგირდად ესე იგი. და ასწავლის რა და თან შურს. და ეგ დაძაბულობა ამათ შორს, მაგრამ ფილმის ხასიათი და ტემპი იმდენად მდორედ მიდის და იმდენად დაკვირვებულია, რომ აი ოვერ დაკვირვებული იჩნდება რა. გულისხმობ კამერას და გულისხმობ აი რეჟისორის მიდგომას რა, რაც იგრძნობა ამ კინოში. და მაგიტომ მე ვერ ვამუღამებ ამას რა. შეიძლება ჩემი ისა პრობლემა და მაგიტომ ვერ გამოვარჩევ მანდამაინც ამ ფილმს 80-იანების ფილმებიდან, რასაც ვერ ვიტყოდი პირიქით ნიკოს კაზანძაკისის ეკრანიზაციაზე, ნიკოს კაზანძაკისის წიგნის ქრისტეს უკანასკნელის თუნების ეკრანიზაციაზე, რომელიც ძალიან მაგარია, მე ძალიან მიყვარს. მოკლედ, 80-იანი წლების გამორჩეული ფილმი გახლავთ ცოფიანი ხარი. გადავიდეთ 90-იან წლებზე, ჩამოვსკროლავ ქვემოთ Wikipedias, ესე იგი 90-იანი წლები, ეს არის Goodfellas, ეს არის შიშის კონცხი, მე მგონი ეგრეა ქართულად. Cape Fear რა. უმწიკლობის ეპოქა. The Age of Innocence, короче. Казино, კუნდუნი და Bringing Out of Dead. ამ 90-იანები და ახლა მე ძალიან პერო უნდა გავირჭო, რომ არ თქვა Goodfellas, აი ძალიან პერო გარჭობილი უნდა გავიჩთო ახლა და სნობი რომ თქვა რომ იცით რა 90-იანებისგან ყველაზე გამორჩეული მაინც კი არის ჩემი აზრით კუნდუნი, იმიტომ რომ აი რაღაც ცდება ეს ამერიკულ სტანდარტებს და გადის რაღაც სხვაგან. არა და ანუ კუნდუნი ჩემი ერთ ყველაზე სუსტი და მოსაწყენი ფილმია სკორსეზეს ფილმოგრაფიაში, ოღონდ მართლა მაგრად არ მევასება. მე ვფიქრობ რომ აი იტალიური ვერსია ამ ტიბეტური ისტორიაზე ბევრად საინტერესოა. მეტად მრავლის მომცემი პერსპექტივა რა, ეგრე ჩამოვაყალიბებდი იტალიურ ვერსიაში და აი კუნდუნი ჩემთვის აცთენა არ არის ეგ ჩემი. კაზინო ძალიან მაგარია, ბაზარი არა. Age of Innocence, no, I big no. უბრალოდ ვისაც გიყვართ Pride and Prejudice მაგარი ნამუშევარია, ბაზარი არა და ვისაც გიყვართ ეგ ძალიან, აი მე ძალიან არ მიყვართ, მაგრამ აი ფანები ვინც ხართ. The Age of Innocence მოგეწონებათ უეჭველი და უყურეთ რა, თან Daniel Day-Lewis და Winona Ryder-ი თამაშობს, რომელსაც ერთ-ერთ ვიდეოში Winona Ryder-ი უთხარი და დაბუძახე უბრალოდ და არ არსებობს მე მგონი ეგეთ სახელი ბუნებაში. Cape Fear, შვენიერი ფილმი, რემეიკი. ფილმი ესე იგი ადამიანზე, რომელიც შურს იძიებს, ციხიდან ახალი გამოსულია, გაბრაზებულია ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ადვოკატმა არ დაიცვა ის თავის დროზე და გაუშვა ციხეში, არა და უდანაშაულო იყო, მაგრამ ადვოკატმა აქ ბატონი მეთოდის სიტყვები ცხენის ფუნის სტოლფასია. იცით რატომ? იმიტომ რომ დენიროს პერსონაჟი სინამდვილეში დამნაშავეა. მან გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგო. ხოლო ადვოკატმა დამალა ის დოკუმენტი, რის მიხედვითაც ამ კაცის სასჯელი შემსუბუქდებოდა. ეს მან გააკეთა იმიტომ, რომ ეს გოგო შეეცოდა. ამიტომ ეს კაცი ციხეში გაუშვეს ძალიან დიდი ხნით. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მაშინ კაცმა კითხვა არ იცოდა და ეს ადვოკატი დარწმუნებული იყო იმაში, რომ არც არასდროს ისწავლიდა. მაგრამ ისწავლა, აღმოაჩინა ეგ დოკუმენტი და რომ გამოვიდა ციხიდან და მერე ეს კაცი მოდის ამასთან წლების მერე პირადად ნახულობს ჯერ ეუბნება, რომ დარხეული გაქვს ბატონო. მერე ოჯახის წევრებთან მიდის, მის გოგოსთან, ქალიშვილთან, რაღაცებს უშვება, უბნება და მერე არის ეს დიდი სცენა, როცა ესე იგი მისი დიდი სახლივით რაღაც აღარ მახსოვს, ზუსტად ნავი თუ არ მეშლება, დიდი ოჯახია ამ ნავში შეხიზნული და ეს დაადგება და ამ ნავს აუწიოკებს, ესე იგი და შუამდინარეში ხდება ეგ მოქმედება და ძალიან საკაიფოა რა, მაგარი კაი ფილმია.
ამას წინათ შემხვდა ვიდეო ტარანტინო ამბობდა რომ ამ ფილმზე რომ ცუდიაო და ორიგინალი ბევრად ჯობია და ორიგინალი რო არ მოგატყოთ არ მაქვს ნანახი თუ არ მეშინვალ 60-იანების ფილმია რა და მაგას ვერ ვიტყვი ხა მასა ზუსტ კრიტიკას ვერ გავაკეთებ მაგრამ ნიჩიო რა ანუ მშვენიერი ფილმია საყურებლად მაგრამ რა თქმა უნდა გამორჩეული ფილმი 90-იანების ჩემთვის არის Goodfellas ясნია რაზეა ბაზარი ანუ სხვა რა უნდა იყოს პროსტა Goodfellas-ის გარდა ეს არის პროსტა აიღეთ დანტეს ჯოჯოხეთი და ჩაცვი ესე იგი ამერიკულ კრიმინალურ ნიუ-იორკულ სიტუაციაში. აი ზუსტად ეგაა პროსტა ჩემთვის ეგ იმიტომ რომ ნაჩვენებია სამი ადამიანის ისტორია რომლებიც პატარები იყვნენ მე შეჯდნენ რაღაცა მუღამზე რომ კრიმინალური ცხოვრება დაიწყეს და მანდ-მაინც კარგად ვერ დაამთავრეს. ეს ფილმი ვიღაც შეიძლება მოიჩვენოს რომ ეს ფილმი არის ძალიან ირონიული თუ არა რაღაცნაირად თავისებური დრაივის მქონე რომელიც ესე იგი პირიქით გეუბნება რომ აი მაგარია რა ნახე რა როჟები არიან დენირო ჯოპეში რეილიოტა და მოიწდა კანკაც ცხონებული სახელი და აი რა ხე რა მაგარი როჟები არიან და არ არის ეგრე რა აი მე მაგ ფილმებს ეგრე არ ვუყურებ არც ერთ ფილმს პრინციპს სკორსეს ამ პერიოდის ფილმებს არ ვუყურებ ეგრე რა ჩემთვის ძალიან ფატალისტურია სკორსესე და აი ხვდები რომ ის პერსონაჟები თავიდანვე განწირულები არიან რა უმეტესობა თუ ყველა არა რა და ეგ ფილმიც მეკია და იშვიათი ფილმია Goodfellas-ზე ტიპი ამბობდა Scorsese ამბობდა ესე იგი რომ ეს ვალი მქონდაო სტუდიისო და მაგიტო გადავიღეო ეს ფილმიო ანუ ყველას ეგრე გადაიხადოს ვალი ზოგადად ვისაც ვალი აქვს რაიმეს პროსტა რა მაგრამ ნუ ერთ-ერთი იშვიათი ფილმი არაზე თვითონ უმუშავია სცენარზე რა და აი კაზინოც ეგეთი ფილმია მაგრამ კაზინო ფილმია სადაც ესე იგი კაცს რომელსაც არ ქონია კაზინოში მუშაობის გამოცდილება ჩააბარებენ დენიროს პერსონაჟს ჩააბარებენ ესე იგი უნდა უხემძღვანელოს ამ კაზინოს და რაც თავი უნდა აკონტროლოს რომ ესე იგი ეს შულერები და გამჩალიჩებელი სასტავი ვინცა ისინი დასაჯოს რა და დასჯის მეთოდებია საკმაოდ მე ვიტყოდი კრეატიულ სფეროებში იმუშავებდა ეგ კაცი ძალიან თავისუფლად უპრობლემოდ სადმე სარეკლამოში მაგალითად არ გაუჭირდებოდა მაგრამ თვითონ ფილმი არ არის ჩემთვის იმდენად ძლიერი რამდენადაც Bringing Out of Dead უბრალოდ ამ ფილმის თავარი მინუსი ამ Bringing Out of Dead-ის თავარი მინუსი არის ის რომ ნიკოლას კეიჯი თამაშობს მეტი არაფერი მინუსი ამ ფილმს არ აქვს შვენიერი ფილმია ფილმი არის ესე იგი სასწრაფო მანქანის ცხოლზე რომელიც ესე იგი ხამით მუშაობს ესე იგი Travis Bickle-ის სტილში ვიღაცა იტყვის კომენტარი Travis Bickle-იან Travis Bickle კაროჩი რა ანუ რა მნიშვნელობა აქვს რა ხომ მიხდით ვიზეთ საუბრობ და ამ ესე იგი Bringing Out of Dead-ის პერსონაჟი ესე იგი ამასაც ღამე არ ძინავს ეს ჩავარდნილი თვალის უპეები აქვს ჩაშავებული უკვე ვერ არის ინსომნია ჭირს უკვე რაღაცები ეჩვენება და ხალხიც ახლა ღამით რაღაცი ცუდი რაღაცები ქუჩაში რო ხდება უბრალოდ რაღაცები არაა რა ანუ კრიმინალური თემებია და ასეთ ხალხის გადარჩენა უწევს რა და ნელ-ნელა ამასაც ჰალუცინაციები ეწყება ცოტა ვერ არის და აი ამ ფილმის ვაიბი რო წარმოიდგინე გოთემი წარმოიდგინე ბეტმენი რომელიც სუპერგმირობის მაგივრად სასტრაფოში იწყებს მუშაობას და რომელიც ასევე ცოტა ნარკოტიკებითაც ინტერესდება აი ეგ არის ეგ ფილმი ეგ ვაიბი აქვს ზუსტად შვენიერი ფილმია სიკვდილის სიცოცხლეზე ამ ზღვარის მოშლაზე და აი მით ჯოუ ბლეკი ვისაც გიყვართ ეგ ბრედ პიტი რო თამაშობს ხო ვისაც გიყვართ იმის გამო რომ მანდაც სიკვდილის სიცოცხლის გადაკვეთის თემებია ხო და აქაც ეგაა რა და აქ ბევრად მაგრადა აი ბევრად მაგრად ძალიან სერიოზული ფილმია და 90-იანებიდან ახლა Goodfellas უნდა გამოვარჩიო იმიტომ რომ ნუ მოვიტყუები რომ თქვა რომ ეს უფრო ნაკლებად ეს მიყვარს ვიდრე Bringing Out of Dead რა მაგრამ აი დამატებითად გამოვაჩერდი ამ ფილმს Bringing Out of Dead ძალიან მაგარი გეჩვევთ უყუროთ Goodfellas-ი ნანახი გექნება თუ ეჭველი გადავინაცვლეთ 2000-იანებზე რომელიც რეალურად ჩემი მოგრძალებული გემოვნებით არ არის ერთ ძლიერი აწლეული Scorsese კარიერაში ჩემი მოგრძალებული გემოვნებით კიდევ ერთხელ ვიცი რომ შემედავებით იმიტომ რომ ამ 2000-იანებში გადაიღო ესე იგი ნიუ-იორკის ბანდები, ავიატორი, Departed, ქართულად როგორ აქვს არ ვიცი. და всё, 2000-იანებში მეტი არ აქვს გადაღებული ეს სამი ფილმი რა და ნიუ-იორკის ბანდები გასართობი ფილმი შვენი ერთ-ერთი ბოლო ფილმი სადაც თლიანი დეკორაციებია აშენებული ფილმისთვის, ანუ CGI საერთოდ არა და ერთ-ერთი ბოლო ფილმია რა ეგ ეგეთ პრაქტიკა თითქმის აღარაა ჰოლივუდში დიდ ფილმებზე.
ავიატორი ფილმი ესე იგი ჰოვარდ ჰიუზის შესახებ, მისი ისტორიის შესახებ, დიკაპრიო თამაშობს იქაც და აქაც, Gang of the New York-ში წინა ვიდეოში ვისაუბრე პრინციპში. ვისაუბრე რა დე ლუისის ისტორია მოვყვები, რომ იტალიაში მუშაობდა საპოჟნიკად და სკორსეზეს ჩავიდა და ჩამოიყვანა, რომ ესე იგი ეს ნიუ-იორკული ბანდების დაპირისპირების ამბები მოყვეს, რომელიც რეალურად ისტორიულად ძალიან გაუმართავია და რავი მე მაგ ფილმზე კი აი კამერონ დიაზი რო თამაშობს, ეგაა მარტო ჩემთვის მაგ ფილმში თავარი ხიბლი რა. იმდენად fake ისტორიული მოვლენებია და აქ ახლა იმაზე არ მაქვს საუბარი, რომ ისტორიულად არასწორია. არა, უბრალოდ აი ეს ისტორიული ვაიბი იმდენად გაზის რა მთელი ფილმის განმავლობაში, რომ ცოტა უკვე ყელში გაქვს. ზუსტად იგივე ის მაქვს დამოკიდებულება მაქვს ამას წინათ ვახსენე მელ გიბსონის ფილმზე ამომივარდა თავიდან ახლა მაგ ფილმის სახელი მივხვდით რომ გულისხმობ უეჭველი რა მელ გიბსონის ისტორიული ფილმი Freedom რო ყვირის რა ეგ ხო და 2000-იანებში მისი ყველაზე მაგარი ფილმი ჩემთვის პირადად არის დეპარტეტი ეს არ არის ავიატორი როგორც პრინციპში თქვენთვის ალბათ უმეტესობისთვის ავიატორი იქნება მაგრამ მე ბიოპიკების მიმართ ანუ ბიოგრაფიული ეპიკური ფილმების მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ გარწყობილი არ მგონია რომ აი ადამიანის ცხოვრება ეგეთ საინტერესოა რეალური ადამიანის მთლიანი ცხოვრება ეგეთ საინტერესო შეიძლება იყოს რა ავიატორი ჩემს არ არის ეგეთ საინტერესო აი რაღაც მომენტი ცხოვრებიდან ხო ბაზარი არა საინტერესო და ნუ აი გენიოსი ადამიანი რომელიც გიждდება ნელ-ნელა აი ეგ თემა აი რაღაცნაირია რა არ არის რა ეგ იმდენად შთამბეჭდავი ჩემთვის და დიდ რეჟისორს მოითხოვება დიდი გადაწყვეტილებები ჩემი აზრით და ავიატორი არ არის ეგ მიუხედავად იმისა, რომ ავიატორში ცუდი ფილმია უკვე არ ვამბობ, კაცო. მშვენიერი ნამუშევარია, რაზეა საუბარი ახლა. ყველანაირ პონჩი მშვენიერი ნამუშევარია, უბრალოდ მე მგულისხმობ, აი პანთეონში მე მაგ ფილმს არ შევიტანდი რა, არანაირად. აი даже ვიჩხუბებდი, აი მენა ხელჩართულ ჩხუბში ვიჩხუბებდი, რომ ეგ ფილმი არ შეიტანოთ პანთეონში, აი რავი. იმიტომ რომ არ უნდა იყოს ბიოგრაფიული ფილმები, არანაირ პანთეონში არ უნდა იყოს. ეს არის ჩემი აზრი, всё. ხელმოწერა და წერტილი, всё, მორჩა. და დეპარტეტი არის ფილმი სუფთა ჟანრული ფილმი, რომელიც ესე იგი არ არის როგორ თქვა, მანდამაინც სკორსეზესთვის დამახასიათებელი ფილმი არ არის. ეს არის ძალიან მე ვიტყოდი ბევრჯერ ვახსენე დღეს ტარანტინო, მაგრამ აი ძალიან ტარანტინოსეული ფილმი, იმიტომ რომ ძალიან ჟანრულია და ძალიან კინოშნიკურია. არ ახასიათებს ეგ სკორსეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინეფილია მართლა ძალიან ბევრი დოკუმენტურები აქვს ჩაწერილი იტალიურ კინოზე ამერიკულ კინოზე ისედაც დოკუმენტურებში მაგარია ძალიან ძლიერია იმიტომ რომ უყვარს მუსიკა და მუსიკოსებს წერს დოკუმენტურებს მაგრამ აი კინოში როცა უყურებ ამ რეჟისორზე ვერ იფიქრებ აუცილებლად რომ აი ამას კინო ძალიან მაგრად უყვარს და დეპარტეტს როცა უყურებ მაგას იფიქრებ იმიტომ რომ კინოს ბანდიტური განგსტერული კინოს კრიმინალური დრამის ყველა მაგარი ელემენტი რაც არის და ჟანრული კლიშეები რაც არის მაგარი ოღონდ ყველაფერია ამ ფილმში აი ყველაფერი ყველანაირი პერსონაჟი ყველა პერსონაჟი კარგად დამუშავებული ყველას დრამა კარგად გადმოცემული კასტი მშვენიერი მარკ უოლბერგი დიკაპრიო მეტ დეიმონი ფინალი აქვს აი გადაჯმა ფინალი აქვს რა ოღონდ მართლა აი იმენა რასაც ქვია დავაი ბრაცი გავაკეთოთ ბაზარი არა ანუ ვიღაცეები ესე ამ სცენარზე მის დაწერილი არ არის სცენარი ამ სცენარზე ვინც იჯდნენ ეს სკორსეზე ნახე ეს წაიკითხა ეს ფინალი და ჩათვალა რომ აი დავაი მაგის დედაცვატირე გავაკეთოთ და გააკეთეს და მაგარი მე მიყვარს 2000-იანი წლები The Departed ეს ვერსია არის ჩემი გამორჩეული ფილმი სკორსეზეს 2000-იანი წლების ფილმებიდან სულ სამი იყო შემდეგი არის ესე იგი 2010-იანი წლები, სადაც ნამდვილად ძალიან ძლიერი ფილმები აქვს გადაღებული, მაგალითად ისეთი როგორიცაა შეშლილთა კუნძული, Hugo, Wall Street-ის მგელი, სიჩუმე და ირლანდიელი. ამ ფილმებიდან ჩემთვის გამორჩეული, არ ვიცი რომელია, ოღონდ მართლა. მაგრამ მე ვიცი რომელია ჩემთვის ყველაზე მოსაწყენი ფილმი და წარუმატებელი, ნამდვილად წარუმატებელი და ყველაზე წარუმატებელი ალბათ სკორსეზეს კარიერაში. ნუ ყველაზე არა, მაგრამ ცუდი ფილმი. ეს არის ირლანდიელი.
ეს არის ფილმი, სადაც სკორსეზე უბრუნდცილობს და უბრუნდეს და რაღაც პატივისცეს მის მე-20 საუკუნის ფილმოგრაფიას რა, იგივე კაზინოს, იგივე Goodfellas, იგივე Mean Streets და გადაიღოს ცოტა პოლიტიკურად ანგაჟირებული პოლიტიკური ისტორიის მქონე ფილმი რაღაცა ისეთი და კასტი მშვენიერია, ხა ჯო პეშია, დე ნიროა, ალ პაჩინო პირველად და სკორსეზესთან ამ ფილმში და განგსტერებზე ფილმი, რომ მაფიაზეა ფილმი უბრალოდ და გადახლართული პოლიტიკურ თემებთან და საარჩევნო კამპანიებთან რა. კამპანიასთან ეგრე კარგად არ მახსოვს და ფილმზე ბაზარი იყო ის, რომ ყველაზე მაგარი უბრალოდ ამ ფილმს მუღამი ის იყო, რომ CGI-ით გაახალგაზრდავეს ეგ ხალხი რა, დენირო, ჯო პეში, ალ პაჩინო, რომელიც უკვე რა ვიცი მე 500 წლის არიან რა ვიცი. არც სკორსეზეა პრინციპში თოთობაუშვი, მაგრამ ნუ მაგას გაახალგაზრდავება დიდად დაჭირდება. თოდა დანარჩენი ფილმებიდან მე გამოვარჩევდი მაინც შეშლილთა კუნძულს. იმიტომ რომ შეშლილთა კუნძულში მე მიყვარს ოსა რეჟისორი რაღაცა საინტერესო თემას იღებს და ფილმის გამოვობაში ამ თემას სხვადასხვა კუთხიდან შეისწავლის. შეშლილთა კუნძულში სკორსეზემ შეისწავლა პერსპექტივის თემა. ის თუ როგორ შეუძლია კამერას იმანიპულიროს ადამიანზე და ყველაზე ცხადი და აი თვალშისაცემი რამ გაჩვენოს ისე რომ შენ საერთოდ ვერ მიხდე ეს რა ხდება რა ახლა არ ვასპოილერებ საერთოდ რა ფილმი არის იმაზე რომ არის კუნძული ამ კუნძულზე არის საგიჟეთი მარკ რუფალოს და დიკაპრიოს პერსონაჟები დეტექტივები ორი დეტექტივი ჩამოდიან ამ კუნძულზე და უნდა გამოიძიონ ამ საგიჟეთში მომხდარი კვლელობა. Რაღაცით გავს უმბერტო ეკოს ვარდის სახელს, რომ ორი ტიპია, რაღაცა თალკე ადგილია, იქ ეკლესია, აქ საგიჟეთია, იქაც რაღაც კვლელობა მოხდა, აქაც რაღაც კვლელობა მოხდა, იქაც პლოტ ტვისტია, ანუ უბრალოდ კვლელობის გამოძიების თემა არა მხოლოდ რა და იქ აქაც შეშლილთა კუნძულში აქაც არის პლოტ ტვისტი რა. და არის ძალიან საინტერესო ფილმი ამ კუთხით. თუ როგორ შეუძლია ფილმს, როგორ შეუძლია კამერას თვალწინ დაგიდოს ყველაზე ცხადი რაღაც და მაგრამ შენ ეგ ვერ დაინახო. იმიტომ რომ მე ფილმს რო დაამთავრებ, ხო? ბოლოს დიალოგია, რომელიც ყველა მითის, მაგრამ მაინც არ დავასპოილერებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სპოილერი გამოვა რა და არ მინდა ეგ სიამოვნება მოგაკლოთ. მე რა ვიცი ვინ მიყურებს. ეგება საერთოდ არ უყურებთ ფილმებს და ეხა დაიწყოთ. ხო და ბოლოს დიალოგია, რომელიც ძალიან ერთ-ერთი ყველაზე აიკონიკ დიალოგია თანამედროვე კინოში რა. მაგ დიალოგის მერე ხელახლა რო ჩართავ ფილმს და ხელახლა რო უყურებ, ხო? ეხლა საკუთარ თავს უსვამ კითხვებს. რო აი ხო არ ჯანსაღად, იმიტომ რომ ყველაფერი თვალწინ იყო და მე ვერ დავინახე. მოკლედ, შეშლილთა კუნძული 2010-იანი წლების სკორსეზეს საუკეთესო ფილმი. გამოვტოვე განზრახ ჰიუგო და Wall Street-ის გელი. Wall Street-ის გელი შვენიერი ფილმია, მაგრამ ისევ და ისევ ბიოპიკია და არ იმსახურებენ რა ეს ჟანრი არ იმსახურებს ეგეთ დიდებას რა. რა თქმა უნდა, მაგარი ფილმებიც არის რა. ჯონ ფორდს შვენიერი ფილმი აქვს ლინკოლნზე ჩაწერილი. გადაღებული და მაგარია რა და არის კაი ბიოპიკები არსებობს და ესე რა თქმა უნდა ახლა ავიატორის და Wall Street-ის გელიც კარგი ბიოპიკების ნიმუშებია, მაგრამ აი დიდების პანთეონი არ უნდა იყოს რა და ახლა ჯორდან ბელფორტის უბრალოდ ის ჯორდან ბელფორტის სიგიჟის წარმატების და აბსოლუტური რაღაც სოდვილობის ჰედონიზმის ისტორია, რომელიც ბაზარი არა მაგარი საყურებელია, ძალიან მაგარი. მაგრამ ძალიან სწორად დამარცხდა დიკაპრიო მან მაკონახთან ოსკარში რა, ძალიან სწორად, იმიტომ რომ Dallas Buyers Club ბევრად საინტერესო ფილმია. ვიდრე Wall Street-ის გელი, რომელიც აი უბრალოდ ფილმი არის, უბრალოდ გადაჭმა, ოღონდ ცოტა მე თუ მკითხავ, ცოტა ცუდი გაგებით. ეგ არის და ეგ. და ჰიუგომ შვენიერი ფილმია. ჰიუგო არის ერთ-ერთი ყველაზე არასკორსეზესეული ფილმი. ჰიუგო რასთავარი არის ფილმი კინოზე, რომლის სიუჟეტი დამავიწყდა. მაგრამ ხლოე ქვია მგონი ხლოე გრავიცი თუ რაღაც კაროჩი ხლოე მორეცი თამაშობს პატარა მაგროლში ძალიან და კიდევ ვიღაც ბიჭი თამაშობს ეხლა ვე დავგუგლავ და წაგიკითხავთ კი არა და გეტყვით სიუჟეტს რა პრობლემა ეს არის ესე იგი 30-იანი წლების პარიზი და მთავარი გმირი არის პატარა ბავშვი რომელსაც არ ყავს არც დედა არც მამა და უცბად აღმოაჩენს ესე იგი რაღაც მექანიზმს რომლის მისტერია რომელიც რაღაც იდუმალი მექანიზმია რომელიც მამამისის დატოვებული მექანიზმია და უნდა მიხვდეს ამ მექანიზმის მუღამი რაშია რა და ძალიან საინტერესოა მოკლედ
პირველ რიგში მე ეს ფილმი მიყვარს, იმიტომ რომ ცოტა კინოს ისტორიაზეა. ცოტა პარიზია, ცოტა ვინტაჟურია, ცოტა ნოსტალგიურია, იმ გაგებით რომ არასდროს არ მიცხოვრია მან და მინდა რომ ვიცხოვრო და გაასწორებდა რომ ყოფილიყავი, მაგრამ არ ვიყავი, მაგრამ რატომღაც მაინც მაქვს გრძნობა თითქოს ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში არ ვიყავი. და ამით არის ეს ფილმი მაგარი რა, Hugo. გიჩვენებთ უყუროთ, მაგრამ 2010-იანი წლების გამორჩეული ფილმი მისი არის, რა თქმა უნდა, გამოვიწყდა. შეშლილთა კუნძული. და ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი ბარემ ფილმზე სიჩუმე, რომელშიც ანდრიუ გარფილდი და ადამ დრაივერი თამაშობენ, ესე იგი მისიონერებს, რომლებიც ჩადიან იაპონიაში, რათა იქადაგონ ქრისტიანობა. პერიოდში, როცა ქრისტიანობა იდევნებოდა იაპონიაში და ყველა იაპონელი ვინც მიიღებდა ქრისტიანობას, ძალიან ცუდად ამთავრებდა. მას აწამებდნენ რა და ამ ფილმში ვერ ვიტყვი რომ წარმატებული ფილმია იმ გაგებით რომ აი რა მხატვრულ მიზნებსაც ისახავს ფილმი იმათ ვერ აღწევს საბოლოო ჯამში ჩემი აზრით მაგრამ ფინალი აქვს ძალიან შთამბეჭდავი რა ეს არის სკორსეზე მოგეხსენებათ როგორც უკვე თქვი სულ იყო აი რელიგია ეგზისტენციალიზმი ძველი და ახალი ამ თემების კვლევაში და ამ ფილმის ბოლო სცენა არის მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სცენა ზუსტად ამ რელიგიური და ეგზისტენციალური პრობლემის ამბავში რა ძალიან მაგარი სცენა არ დავასპოილერებ და 2020-იან წლებში ჯერჯერობით მარტო ერთი ფილმი აქვს გადაღებული რომელიც თვითონ გადაიღო თვითონ დაწერა თვითონ პროდიუსერი უბრალოდ ეკრანიზირებული ანუ ეს ფილმი ადაპტაციაა მაგრამ სცენარი თვითონ დაწერა რა ეს არის ფილმი ყვავილის თვარის მკვლელები ძალიან ცუდი წარმოუდგენლად ცუდი ფილმი. იმიტომ რომ ისე დუნედ მიდის. ყველაფერი არის ასე იგი ფილმი იმაზე რომ ამერიკის ერთ-ერთ რეგიონში აღმოაჩენენ ნავთობს და ამის ექსპლუატაციას დაიწყებენ, ესე იგი ინდიელი ხალხი ცხოვრობს იქა და თეთრი კაცი, რომელიც ყოველს კარგი ტიპი გონია, იწყებს ამ ხალხის ექსპლუატაციას და ამ ნავთობის ექსპლუატაციას. და ამაზეა ფილმი რა და იმდენად საინტერესო თემაა და იმდენად ცუდად არის რეჟისურ გადაწყვეტილი ხატრულად, იმდენად მოსაწყენად, რომ ბოლოს ესე იგი ტიპი გადაწყვეტს, რომ ვაფშე დაიკიდოს ეს ისტორია ხატრული გაგებით და პროსტა პირდაპირ ფურცლი გამოვიდეს სცენაზე ლიტერალი, ანუ სკორსეზე გამოვიდეს სცენაზე და წაიკითხოს სხვერპლების სია და ცუდი რაღაცების სია რაც მოხდა ამ ამბის დროს. ანუ ფილმის გამალობაში უნდა გაეკეთებინა ეგ, მაგრამ იმდენად ვერ ქნა და იმდენად არ გამოუვიდა, რომ პროსტა ბოლოს მიხვდა, რომ არა, ბრატსი ჯობია ასე გებაზროთ, ესე იკაროში აქ ეს მოხდა, ცუდი რა, რო იცოდეთ რა, ანუ მე ფილმით ვერ გადმოვეციე ყველაფერი საკმარისად, ამიტომ ამასაც დავამატებ, რომ რაღაც ისე არ გამოვიდეს რა, ანუ ეგეთი იყო ეგ ფილმი, იმდენად რაოვიჩ, ძალიან მოსაწყენი და ცოტა ერთი-ორი კრინჯის სცენით, სადაც ესე იგი დენირო სჯის დიკაპრიოს ტრაგზე ურტყამს ესე იგი რაღაც იმას რა წკეპლის პონტი რაღაცა ოღონ ცოტა სქელი. ეგ არის და ეგ არის მთლიანი ფილმოგრაფია სკორსეზესი. ცოტა სწრაფად ვისაუბრე, იმიტომ რომ ცოტა ცხელა შემსახში და ფაჯრებზე რო გავაღო ხმაური იქნება და ვერ ვანიავებ, ამიტომ და უკვე უფლად ვიღურები. იმედი არ ჩანს კამერაში ეგრე კარგად. და ამიტომ ცოტა სწრაფად დავამთავრე, უფრო მეტი შეიძლებოდა სკორსეზეს ფილმოგრაფიაზე ლაპარაკი ცხადია, მაგრამ გამორჩეული ფილმებზე პრინციპში ვისაუბრე მეტნაკლებად, ცოტა არეულად, მაგრამ ნიჩიო არა უშავს, მაგრამ მე რა დამავიწყდა, იცით? მე დამავიწყდა თქვენთვის მეთხოვა არხის გამოწერა. მე დამავიწყდა თქვენთვის მეთხოვა ვიდეოს დალაიკება, მე დამავიწყდა თქვენთვის მეთხოვა გაზიარება და ასევე რა თქმა უნდა, თქვენი ტოპი, თქვენ რაში მეთანხმებით, რაში არ მეთანხმებით, სკორსეზეს ამბავში დაწერეთ კომენტარებში, ვისაუბროთ, ვიდისკუსიროთ, რაზეა ბაზარი, პრობლემა არ არის. რაც გინდათ დაწერეთ, მე მზად ვარ ყველაფრისთვის, ყველანაირი კრიტიკისთვის და ქებისთვის თავისთავად. ხო, ეს არის და ეს დღეისთვის ეს ვიდეო მორჩა. თუ თქვენთან დღეა მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ საღამოა მშვიდობიან საღამოს და თუ ძილის წინ უყურებთ, მაშინ ტკბილ ძილს გისურვებთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ, გააზიაროთ და აკომენტაროთ. უყურეთ კინოს, გიყვარდეთ კინო და всё, რატო თქვით, ეს არ ვიცი, მეტი ვერაფერი ვერ დავამატე. მოკლედ. შემდეგ ვიდეომდე, აბა, კარგად.